საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევაზე ჯარიმები იზრდება. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რომელმაც საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა და მის მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება. საქართველოში ყოველწლიურად საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება, ან იღებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას. შესაბამისად, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები და მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი სახელმწიფოს ავალდებულებს გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრების მიმართულებით. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია მნიშვნელოვნად გადაიხედოს და გამკაცრდეს დღეისთვის არსებული სანქციები. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც 100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით. 50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარით გადაჭარბებისთვის. 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენლობისთვის. ამავდროულად ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით. 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური სარგებლობისთვის და სხვა. აღნიშნულთან დაკავშირებით სპექტრმა შესაბამისი კითხვები დაუსვა მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს. გაფრთხილებულები იქნებიან მძღოლები, უფრო მიზანდასახულად იმოძრავებენ, აღარ ექნებათ ამდენი ის, რომ შიში ექნებათ რაღაცა, მაგრამ ახლა ძალიან რომ დაახშონ, ხალხი არც ეს არის კარგი და იქნებ რაღაცნაირად ისეთნაირი ის შეიმუშავონ, რომ შუალედური დაჟადობა რომ ეს პირდაპირ მიმართულია ხალხზე, ხალხი ჯიბეს და ამ გასაცდოებულ ხალხს ასეთნაირად კიდე აღარ უნდა ფეხის დაწონა. ვინც დამღოვია, მაინც დაარღვევს. ანუ არ იქნება შემოკავებელი. ო, ახლა ბევრი სიმთვრალეზედაც არ იკავებს, თავს არერიდება, მაინც როცა შვებაშია გადასული ადამიანს და დამღოვი დაარღვევს მაინც. იქნება წესრიგი ისწავლონ და ნორმალურად იარო. მოდელის მოძრაობა და წესრიგი უნდა ამოდი თვითონ რეისაც თავის ის წესები. სავალდებულოა ის არ უნდა დაარღვია. 82 წლიდან მუშაობ მანქანაზე. კანონმორჩილი ვარ. უნდა იარო მშვიდობიანად და არ უნდა დაარღვიოს. დაკავებულია 51 პირი. პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღო. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პოლიციამ ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარები, მჭიდები, ასეულობით ვაზნა და ასაფეთქებელი ნივთიერებები. როგორც ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა მათი საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ და თანმიმდევრულ მუშაობას დანაშაულის პრევენციის მიმართულებით, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს წესრიგი და უსაფრთხო გარემო. საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას. სამინისტრო ამ მიმართულებით სისტემატურად ატარებს საპოლიციო, მათ შორის პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს. გასული 2 დღის განმავლობაში სამართალდამცველების მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და მათ შორის პრევენციული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები. სულ დაკავებულია 51 პირი. აღნიშნული ღონისძიებები სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარეს.
პოლიციამ დაკავებულების პირადი საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას იმტკიცებად ამოიღო დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარები, ჭიდები, ასეულობით ვაზნა და ასაფეთქებელი ნივთიერებები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ეფექტიანი საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად ქვეყანაში შემცირებულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა, რასაც ჩვენ მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკაც ცხადყოფს. მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ და თანმიმდევრულ მუშაობას დანაშაულის პრევენციის მიმართულებით, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს წესრიგი და უსაფრთხო გარემო. საქართველოს რკინიგზამ ისტორიული მნიშვნელობის პროექტი უღელტეხილის მონაკვეთის მოდერნიზაცია დაასრულა. შეიძლება ითქვას, რომ ფაქტიურად ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი არის, რომელიც ჩვენ უკვე დავასრულეთ. უღელტეხილის მონაკვეთზე სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა აშენდა. სამშენებლო სამუშაოების საერთო სიგრძე 40 კილომეტრია, სადაც დაიგო 90 კილომეტრი ახალი ლიანდაგი. აშენდა რეგიონში ყველაზე დიდი 8300 მეტრიანი 2 მილიანი გვირაბი, 10 ხიდი, 6 გვირაბი, 100 სხვადასხვა ტიპის ნაგებობა. დამონტაჟდა უსაფრთხოების, სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების უახლესი სისტემები. აშენდა მოდერნიზებული ქვესადგურები, 3 ახალი სადგური. პროექტის მიზანი საუღელტეხილო მონაკვეთის განახლება და რთულ რელიეფში უსაფრთხო, სწრაფი და გამტარუნარიანი ხაზის შექმნა. ამ პროექტით ჩვენ ვახდენთ უფრო უკეთესად და უფრო სწრაფად მატარებლების მიმოსვლას, ეს იქნება როგორც სატრანზიტო მიმართულებით, ასევე ადგილობრივი მიმართულებით. სატვირთო მატარებლების პირობითი სიგრძე 47 ვაგონიდან 57 ვაგონამდე, წონა კი 2800 ტონიდან 3600 ტონამდე იზრდება. უქმდება სამთო რეჟიმი, რაც სატვირთო მატარებლების მსვლელობის დროს დამატებით 4 საათით ამცირებს. უღელტეხილის მონაკვეთზე მატარებლების მსვლელობის დრო შემცირდა 40-50 წუთით. 10%-ით შემცირდა საექსპლუატაციო ხარჯები. რკინიგზის გამტარუნარიანობა კი წელიწადში 27 მილიონიდან 48 მილიონ ტონამდე გაიზარდა. სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ზოგადად აძლიერებს როგორც ჩვენი სატრანზიტო პოტენციალს, ასევე აძლიერებს ჩვენ როლს შუადერეფნის საერთაშორისო მარშრუტში. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს საქართველო გახდა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შუადერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი. გზის, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქეთის გავლით ჩინეთსა და ევროპას აკავშირებს. შუადერეფნის მეშვეობით ტვირთის გადაზიდვის დრო ჩინეთიდან ევროპამდე 45 დღიდან 10 დღემდე მცირდება. ჩვენ წელს ვაპირებთ, რომ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ ჩვენი სალიანდაგო ინფრასტრუქტურა, რომ ზაფხულისთვის უკვე მნიშვნელოვანი სიჩქარების აწევა მოვახდინოთ და უფრო ეფექტურად მოვახდინოთ როგორც გზაურების გადაყვანა, ასევე სატვირთო მატარებლების მიმოსვლა. მოდერნიზაციის პროექტის დასრულებით საქართველოს შუადერეფანში კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება, როგორც სატრანსპორტო ქსელის უმნიშვნელოვანესი რგოლი. სპორტის სამინისტრო აგრძელებს საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერას, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება საფეხბურთო აკადემიებისა და სკოლებისთვის სპორტული ინვენტარის გადაცემა, რომელთაც მინიჭებული აქვს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კატეგორია და 2026 წლის ბოლომდე ვეცდებით შეძლების დაგვარად ასევე მოვახდინოთ ისეთი საფეხბურთო სკოლების და აკადემიების მხარდაჭერა სპორტული ინვენტარის უზრუნველყოფით, რომელსაც ამ ეტაპზე ჯერ არ აქვს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მინიჭებული კატეგორია. ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუწყობს ზოგადად მასობრივი სპორტის განვითარებას და ზოგადად ფეხბურთის ხელშეწყობის პროგრამას. სპორტის სამინისტროს, ფეხბურთის ფედერაციასა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი ბავშვთა სკოლებისა და აკადემიების ტექნიკური მხარდაჭერისთვის მიმდინარეობდა დარიგების პროცესი დაახლოებით 2 კვირის მანძილზე და დღეს დავამთავრეთ აღნიშნული პროცესი, რითიც დაახლოებით 30,000-მდე ბავშვს
და 106 სკოლას დავეხმარეთ საფეხბურთო ბურთებით, სპორტული ინვენტარითა და წვივსაფრებით. დღეს ჩვენს მუნიციპალიტეტში ქალაქ ხაშურში ფეხბურთის განვითარების ფონდის ფეხბურთის ფედერაციის და ასევე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ბავშვებს გადავეცით საფეხბურთო ინვენტარი, რაც რა თქმა უნდა მათთვის ძალიან დიდი სტიმულია, მათ დაეხმარება მათი შესაძლებლობების უფრო მეტად განვითარებაში, უფრო მეტი წარმატების მიღწევაში, ძალიან სასიხარულოა მსგავსი ღონისძიებები. მადლობა ამ ინტერვიუთვის, რომელიც დღეს დაგვირიგეთ. ბურთები ძალიან გამოგვადგება ვარჯიშში და ბევრი რამ გამოგვადგება მეკარების ვარჯიშშიც გამოგვადგება ბურთლის სასროლი მექანიზმი. იმედია გაუმჯობესებით და საპრიზო ადგილს ავიღებთ. დღეს ფეხბურთის განვითარების ფონდი იყო ჩვენთან მოსული, დაგვირიგა ინვენტარი, რომელიც დაგვეხმარება განვითარებაში, როგორც ჩვენ, ისე სხვა ასაკობრივ გუნდებსაც.